მოგესალმებით რუსული ენის ვიდეო კურსზე. ამ ვიდეოს თქვენ ვერ ნახავთ YouTube-ზე, ეს არის ფასიანი კურსის ნაწილი და დღეს გვექნება ჩვენ ზმნების განხილვა, მოქმედების სიტყვებს განვიხილავთ. განვიხილოთ მოდით 20-მდე მოქმედების სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება რუსულ ენაში. ცოტა წარსულში, აწმყოში ან მომავალში. დავამატოთ დამატებით ფრაზები და გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. Поехали. პირველი ყველაზე ხშირად გამოყენებული ზმნა რუსულში ეს არის ვიყავი. Был. ნახეთ, ყელით ვამბობთ. Был. და ვთქვათ ესე. მე ვიყავი აგარაკზე. Я, მე ვიყავი, был на даче, ბიჭი ამბობს. Я был на даче. მეორე სიტყვა, ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებული, შემიძლია. Могу. შემიძლია დაგირეკო. Შემიძლია დაგირეკო. Могу позвонить. შენ თუ ვიტყვით? Я могу тебе позвонить. Тебе. Ты არა, ты როცა შენ მოქმედი პირი ხარ და დაგირეკო, ანუ შენსკენ არის მომართული ყურადღება და შენ თუ მიმართავ ვიღაცისკენ, შენ სიტყვა იცვლება წებეთი. აი კიდევ ერთხელ ვთქვათ, შემიძლია დაგირეკო. Могу позвонить тебе. Могу тебе позвонить. შემდეგი სიტყვა მომავალში უკვე გეტყვი. დამელოდე გეტყვი. და აქ უკვე უასო იქნება, ნახეთ, მომავალი скажу. გაიმეორეთ? კარგია. გეტყვი სიმართლეს. Я скажу правду, მე, მეს გარეშე, скажу правду. შემდეგი სიტყვა, ესეც გამოყენებადი არის, ვიქნები. Буду. ეს ყოფნის ზმნა არის, ვიქნები რაღაც ტერიტორიაზე, ან რაღაც პროფესია მექნება, უფრო ტერიტორია ავიღოთ, ვიქნები, буду. პარკში ვიქნები. Я буду в парке. Я буду в парке. პარკში ვიქნები. ნახეთ, მომავალი იყო წარსული იყო ლ. ხა აწყო გვინდა, ორი აწყო სიტყვა გვინდა უკვე, აწყოში რო იყოს. პირველი ეს არის ვიცი. ერთ-ერთი გამოყენებადი ზმნა არის ესეც. ვიცი. Знаю. Так, ლოგიკა. ესე იგი იუზე დამთავრება უმეტესად აწყოშია. ახლა ვიცი, ზოგადად ვიცი. და იუზე ვამთავრებთ. მოგეთ, მესმის, понимаю. მაგალითად, გირეკავ ბიჭო, звоню, you თუ გესმით ესეთი, უმეტესად აწყოდრო არის. კიდევ ერთხელ, ვიცი. Знаю. მე ვიცი ინგლისური. მე ვიცი. Я знаю ინგლისური. Английский. გაიმეორეთ? ინგლისურის მაგივრად თქვით მაგალითად რუსული ან თქვით რომელი ენაც იცით, გერმანული იცით იქნება ან ქართული. კი, ქართული ვიცი უთხარით, ხო? Я знаю английский. და კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი სიტყვა ეს არის საუბრობ. Говорю. Говорю. Рю. აი ესე თქვით. Говорю. საუბრობ.
კი, მე საუბრობ ინგლისურად. Да, я говорю. Да, я говорю. По-английски. Да, я говорю. По-английски. Შეგიძლიათ თქვათ, რომ ну მიშლი ხელს ტელეფონზე ვსაუბრობ. Я говорю по-русски, русულად და ტელეფონად. По-телефону, ტელეფონის გამოყენებით. იგივეა, по გამოიყენება მანდაც და მანდაც. По-русски, по-телефону. გამოვიყენოთ ახლა კიდევ რამდენიმე ზმნა. პირველი მინდა. ძალიან ხშირად გამოყენებადია ესეც. Хочу. Ну, ხო, თქვენი თქვით რომ you რატო არ არისო? ხო, ზოგ ზმნაში you არ არის აწყოდროში. არის uც. მაგრამ უმეტესად you-ც ბევრჯერ გვხვდება. Хочу. მინდა წავიდე. Ну, წავიდე ტრანსპორტით. Я хочу поехать. Я хочу поехать. ფეხით იქნება? Я хочу и თუ არის, ესე იგი, ну, ფეხია. идти. Е თუ გაიგონეთ, ეხ თუ გაიგონეთ, ტრანსპორტით მინდა რომ წავიდეო. კიდევ ერთხელ მინდა წავიდე. Я хочу поехать. Я хочу поехать. შემდეგი სიტყვა გავხდი. დავსუსტი არა. გავხდი ვიღაცა. გავხდი стал. ну ანუ გადავიქეცი, რაღაც პროფესია შევიძინიან რაღაც, ხო? Стал. გოგო იტყვის стала. როგორც თქვი წარსული ლ. ბიჭზე ლა, გოგოზე стал. ჭკვიანი გახდი. ასევე შენზეც ვამბობთ, ხედავ, მე გავხდი, я стал, შენ გახდი. Ты стал? ჭკვიანი გახდი. როგორი ჭკვიანი გახდი? Ты стал умным. Ты стал умным. ნახეთ, ты стал. გოგოს ვეტყოდით? Ты стала. ჩვენ თავზე ვიტყოდით, მე გავხდი. Я стал. მე გავხდი ადვოკატი, აბა როგორ იტყოდით? მე გავხდი ადვოკატი. Я стал адвокатом. ეს ბოლოში ამ ესეთი დაბოლოებაა, როცა სტალთან არის რა, მოკლედ და ну, დიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ დაბოლოება პროფესიებთან, როცა გახდი ან იყავი მაშინ. შემდეგი ორი ისევ აწყოდრო არის, ხშირად გამოყენებადი სიტყვები. ვცხოვრობ. живу. ჟითი კი იწერება, მაგრამ ყელით ამბობენ. живу. მე ვცხოვრობ მოსკოვში, აბა როგორ ვიტყვით? Я живу в Москве. Я живу в Москве. შემდეგი სიტყვა მესმის. ვიგებ, გასაგებია. Понимаю. მესმის შენი. ეს დიალოგში კარგი არის. ან გავიგე. ну გავიგე არის понял, მაინც წარსული არის, ხო, გავიგე, მაგრამ ახლა მესმის კი მოყვები, მესმის. Понимаю. Я понимаю тебя. მე მესმის შენი. Я хорошо, კარგად მესმის. Я хорошо понимаю тебя. კიდევ ორი სიტყვა გვაქვს აწყოდროის, ახლა რასაც ვაკეთებ. ანუ ვაკეთებ. делаю. ну ამ წამს ვაკეთებ, ხო? რაღაცას ვაკეთებ. ну ან ზოგადად რაღაცას ვაკეთებ, ხო? მაგალითად რემონტს ვაკეთებ, ხო? მე ვაკეთებ რემონტს. Я делаю ремонт. შემდეგი სიტყვა ამ წამს როცა იყურები და უყურებ რაღაცას, смотрю. ვუყურებ, ანუ შეიძლება დავინახე, შეიძლება ვერ დავინახე, მაგრამ ვცდილობ რომ დავინახო და მაგრამ ვიყურები, ანუ ვუყურებ. ასევე ფილმის ყურებაზეც არის.
თუ ზიხარ მოკალათებული ხარ და რაღაცას დიდი ხნით უნდა უყურო, აქაც ამბობ იგივეს. Смотрю, რიუ, იუ ასოა, ხედავთ ისევ აწყოდროარი ხვდებით. აბა, მე ვუყურებ სერიალს. Я смотрю сериал. Ну, უთხრათ, არ ცალია სერიალს უყურებ. Я смотрю сериал. აი ესე თქვით, სწრაფად ეთქვით. Я смотрю сериал. გამიორეთ? კარგია. შემდეგი სიტყვა მუშაობდი. სადღაც მუშაობდი. უკვე იცით რომ ლ-ს დავამატებთ კაცი თუ ხართ, ხო? Работал. მუშაობდი. მე მუშაობდი ბანკში. Я работал в банке. გამიორეთ? Я работал в банке. Я работал. მუშაობდი. სად მუშაობდი? როგორ კითხავთ ადამიანს? Где ты работал? ესე ეკითხებით. Где ты работал? და თამაშობდი, შემდეგი სიტყვა, ხშირად გამოყენებადი. Играл. ბევრს თამაშობდი. Я много играл. თამაშობდი. Я много играл. ნახეთ, ერთხელ თუ გვინდა ვთქვათ, რომ ვითამაშე, შეგიძლია დაამატოთ поиграл ან работал, წავიმუშავე. Ну, с в რაღაც წინსართების დამატებით ერთჯერადობა ხდება წარსულში. შემდეგი სიტყვა მივეცი, გადავეცი. კი, უკვე მივეცი. Dal. Ну, ბიჭი ხართ ასევე, თუ უკვე მიეცით, გადაეცით. Dal. გოგო იტყოდა dala, მივეცი. Dal. მე უკვე მივეცი თანხა. Я уже дал сумму. Სიტყვით, я уже дал сумму. Ну, შეიძლება თქვა ფული, ხო? Деньги. Я уже дал деньги. და შემდეგი ავიღე, მივიღე. Ну, რაც მომაწოდეს ხელში ავიღე. ან რაღაც იდო და ავწიე ესე. Взял. გოგო იტყვის взяла. взяла, ესე ითქმის ისე. взяла, взითი. ვთქვათ აბა. მე ავიღე. გამოვართვი ტელეფონი. Я взяла телефон. ან ნომერი გამოვართვი. Я взяла номер. გამოვართვი მას ნომერი. Ну, взяла телефон, ავიღე ტელეფონი გამოდის. Ну, ან მაძლევენ და გამოვართვი კი взял телефон ესე. პირდაპირ. ნომერი გამოვართვი, ესე იგი ჩავიწერე, ხო? взяла. იგივეა. ცოტა მომავალზეც განვიხილოთ იგივე სიტყვები, რაღაც სიტყვები მომავალზე. მაგალითად, ვისეირნებ. ესე იგი დიდხანს რასაც გააკეთებ, აქ ვიყენებთ, ნახეთ, ვიქნები სიტყვას. ვიქნები ნასეირნები. Буду гулять, ანუ მომავალში. ვისეირნებ, რუსულში ლოგიკა ესეთია. Буду гулять. ესე იგი რაღაცა თუ იქნება მომავალში და დიდი ხანი იქნება, ვამბობთ, ესე ბუდუს ვამატებთ. Буду гулять. მაგალითად, ვითამაშებ, თამაშის დიდხნიანია, ვთამაშობ იყო играю, ან играл, ვთამაშობდი და ვითამაშებ буду, ვიქნები ნათამაშები, буду играть. ნახეთ როგორ ამბობს რუსი? Буду играть. ეს ინგლისური will-ის ვარიანტია. Буду играть და ლოგიკა შემოდის უკვე გრძელვადიან რაღაცებზე. ვითამაშებ, ვუყურებ ფილმს, ვისეირნებ, ვიცხოვრებ, ვიმუშავებ და ასე შემდეგ. მაგალითად, მე ვითამაშებ ფეხბურთს. Я буду играть в футбол. რუსულში ყოველთვის ამბობენ რაღაცას
რომ ვითამაშებ ში თამაში ვიქნები v ყოველთვის უნდა v ფუტბოლ ვითამაშებ ფეხბურთს გავიმეოროთ მეგობრებო ეს იყო ყველაზე გამოყენებადი ზმნები ავარჯიშეთ ბევრჯერ უყურეთ ამ ვიდეოს და ეს იგივე ვარჯიშია უსმენ უყურებ ხმამაღლა იმეორებ პაუზებში დამასწარით ქართულად რო ვამბობთ უკვე თქვენ თქვით რუსულად აბა წარმატებები